სადაც გადაადგილდებიან ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულები, როგორც უშუალოდ მკვლელობის დღეს, ასევე მკვლელობამდე არსებულ დროის პერიოდში, სადაც ისინი მითითებებს იღებენ ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დროებით დაბინავებულ გურამ და დავით კაკულიებისგან. 15 სექტემბერს 11 საათსა და 21 წუთზე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულებმა გიორგი კავილაძემ და ალე კოჭელიძემ მას შემდეგ რაც ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი დატოვეს, გაემართნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას სახლისკენ და ჩასაფრება მოუწყვეს მას. ნიკოლოზ კვარაცხელიას სახლიდან გამოსვლის შემდეგ ალე კოჭელიძე და გიორგი კავილაძე მას აედევნენ. ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძე და ალე კოჭელიძე განზრახვის სისრულეში მოყვანის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებენ ძმებ კაკულიებს და ბესარიონ ჟვანიას, რის შემდეგაც გურამ და დავით კაკულიები სასწრაფოდ ტოვებენ ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებულ მათ დროებით საცხოვრებელ სახლს. ბესარიონ ჟვანია ეზოში ელოდება გურამ და დავით კაკულიების გამოსვლას, თუმცა ისინი განზრახ არიდებენ კომუნიკაციას თავს. ბესარიონ ჟვანია ადის მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და იშორებს კაკულიების ამავე სახლში ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძე და ალე კოჭელიძე თავიდან იშორებენ მკვლელობის ჩადენაში მათ მამხილებელ მტკიცებულებას, მობილურ ტელეფონს, სადაც ინახება ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით, ძმებ კაკულიებთან კომუნიკაციის შესახებ. ყურადსაღებია, რომ გადაგდებულ ტელეფონში აღმოჩნდა გურამ კაკულიას ფოტოები და აუდიო ჩანაწერი, რაც ადასტურებს ტელეფონის კაკულიების მიერ ფლობას, რომელიც მათ ალე კოჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების პროცესში კომუნიკაციის მიზნით გადასცეს.
მესარიონ ჟვანია აღნიშნულ საქმის ფარგლებში ვერ გამოიკითხა, ვინაიდან იგი არ იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისათვის არის მიმართული მისი გამოკითხვის. ზურაბ ჟვანიას შვილი ახალ სკანდალში ეხვევა. ბუსა ჟვანია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. საგამოძიებო უწყება ახლა არკვევს, გადასცა თუ არა ექს-პრემიერის პირადი კოლექციიდან იარაღები კრიმინალურ ავტორიტეტ ძმებ კაკულიებს ჟვანიას შვილმა. ეს არის სწორედ ის იარაღი, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა ადვოკატმა, რომლის მართლწინააღმდეგო შეძენასა და შენახვასაც ედავება ბრალდების მხარე ორივე ძმას, როგორც გურამ კაკულიას, ორივე ბრალდებულს, ასევე დავით კაკულიას, როგორც იქრომოპოვებული ინფორმაციით, ნამდვილად არის რეგისტრირებული ზურაბ ჟვანიას ავტორი აღნიშნული ერთ-ერთი იარაღი. ზურაბ ჟვანიას კუთვნილი ზიგზაუერის ტიპის პისტოლეტი და მაკაროვის ტიპის იარაღი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმების ნაქირავებს სახლში პოლიციამ რამდენიმე თვის წინ იპოვა. თუმცა საიდან ან ვინ მიიტანა იქ იარაღები ისევ გაურკვეველია. ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ ექს-პრემიერის ცოლი ნინო ქადაგიძე უკვე გამოკითხა. როგორ მოხდა კაკულიების სახლში ეს იარაღი? მე მივეცი უკვე ჩვენება, იმის შესახებ რომ ეს იარაღები 20 წლის წინ არის დაკარგული. ზურაბ ჟვანიას სახლიდან წლების წინ გაუჩინარებული იარაღები სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭიშვილის დაჭრის საქმეში ფიგურირებს. მოხდა თუ არა გასროლა ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილი იარაღებიდან ამის გარკვევას ახლა სასამართლოში ცდილობენ. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ დაკარგული მთელი იარაღები, მათ შორის ერთი იარაღი, რომელიც ამოღებულია ჭყალებში, ამოღებულია კონკრეტულ საქმეზე. გადასცა თუ არა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ძმებს იარაღები ბუსა ჟვანიამ, პრემიერის შვილის და ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტი ძმების ახლო მეგობრობის ფაქტი დადასტურებულია. ბუსა ჟვანიას გვარი ფიგურირებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც. ცნობილია, რომ ყოფილი პრემიერის შვილი ერთ-ერთი იყო, ვინც მკვლელობის დამკვეთებად დასახელებული კაკულიების ქვეყანაში შემოყვანას რამდენჯერმე ცდილობდა. და იმავე წელს დაიკარგა? იმავე დღეებში. უშვებთ იმას, რომ შესაძლოა ბუსას მიეცა ეს იარაღი მათთვის? გამოძიებამ და დაადგილეს საიდან და როგორ მოხდა ეს იარაღი. ბუსა მეგობრობდა ადამიანებთან და ურთიერთობა ჰქონდა და უნემობასთან და ეგრეთ შეხებასთან კაკულიებს და შეხება მაგის გაურკვეველი. როგორ აღმოჩნდა კაკულიების სახლში ზურაბ ჟვანიას წლების წინ დაკარგული იარაღები, ოჯახს ვერსია არ აქვს. ამ ფაქტს ვერც დაკავებული ადვოკატი ხსნის. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ ჟვანიას კუთვნილი ზიგზაუერი და მაკაროვი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ძმებს საგამოძიებო უწყებამ მიზანმიმართულად ჩაუდო. საქმეზე ამოღებულია იარაღი, როგორც ბრალდების ხარისხი
დამტკიცებულება, რომელიც ეკუთვნის ზურაბ ჯვანიას. როგორ მოხდა ეს სიარაღი კაკულიების სახლში? ეჭვი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ საბოლოო ეჭვებს საბოლოო დასკვნა სიტყვაში ჩამოვაყალიბებ. რატომ მაინც და მაინც ზურაბ ჯვანიას ოჯახიდან დაკარგული იარაღი? ამაზე რა პასუხი გაქვთ? მაგალითად შემიძლია კონტრშეკითხვით გიპასუხოთ, რატომ მაინც და მაინც პროკურატურის ოქროს მოწმე ზურაბ ჯვანიას მეზობელი. თავად ბრალდებულები ჯერ დუმილის უფლებას იყენებენ, ძმები კაკულიები არც იმას ამბობენ, როგორ აღმოჩნდა მათ საცხოვრებელ სახლში ექს-პრემიერის იარაღები. დუმს ბუსა ჟვანიაც უცნობია მივა თუ არა გენერალურ პროკურატურაში ექს-პრემიერის შვილი გამოკითხვაზე.